16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი თბილისი არენაზე ჩატარდება. დღეს სასტუმრო პულმანში კონტინენტის პირველობის კენჭისყრა გაიმართა, სადაც შეჯიბრზე გამომსვლელი 17 ქართველი ძიუდოისტის მეტოქე გამოვლინდა. კენჭისყრის შემდეგ ევროპის ძიუდოს კავშირის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მომავალი კონტინენტის პირველობის შესახებ ისაუბრეს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მონაწილე ქვეყნების მწვრთნელები და მოქმედი პრიზიორები. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტის შემოგთავაზებთ. ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სტარტს აიღებს ხვალ რა თქმა უნდა ქართული ძიუდოსთვის და სრულიად ქართული სპორტისთვის ძალიან დიდი მონაპოვარია. ნდობა ჩვენ ევროპის ძიუდოს ფედერაციიდან დავიმსახურეთ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ წელს ჩვენ გვიწევს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება და ჩატარება. რა თქმა უნდა, ყველა ეს ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ჩატარებული. რაც შეეხება გუნდის მზადყოფნას, სრულ მზადყოფნაშია. დღეს პირველად გაიმართა აწონვები, სადაც გიორგი სარდალაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა წონები ჩააბარეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ ვიასპარეზებთ მაქსიმალური დატვირთვით. ეს პირველი ეტაპი გადავიარეთ. გუნდი ისევ და ისევ გავმეორდები, რომ საბრძოლო განწყობაზეა, ყველაფერი რიგზეა, ჯანმრთელად არიან და ძალიან ოპტიმისტური განწყობაა გუნდში.